სამთავრობო პროგრამები, რეგიონებში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები. სწორედ ამ საკითხებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ლევან გალობლიშვილმა ისაუბრა დროებით დევნილი მოქალაქეებისთვის ეფექტური მუშაობის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, თითოეული თეთრი დევნილთა საჭიროებისთვის გამჭვირვალედ და მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ადამიანებზე ზრუნვა და ნდობის ჩამოყალიბება საერთო მომავლის საფუძველია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე მათ გავაცანი 2024 წლის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ასევე გავაცანით მათ მომავალი გეგმები მიმსჯელეთ დევნილთა საჭიროებებზე და როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობის, ასევე ჩვენს კონტროლებად ტერიტორიაზე ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობის საჭიროებებს. ჩვენმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიში, სადაც ყურადღება გამახვილდა მუშაობის ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე. ჩვენ აქტიურად მუშაობთ მთავრობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე. გაკეთდა ძალიან ბევრი, მაგრამ ყოველთვის არსებობს პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული.